გორში კომბინატის დასახლებაში დევნილებისათვის განკუთვნილი 480 ბინიანი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 8 სართულიანი კორპუსი, სადაც ამჟამად შიდა სამუშაოები მიმდინარეობს ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის ივნისის თვეში უნდა ჩაბარდეს. განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის განცხადებით, საცხოვრებელი სახლების გადაცემის დროს მთავარი აქცენტი გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ ოჯახებზე გაკეთდება, რომლებსაც ცხოვრება მძიმე პირობებში უხდება. გიორგი ანწუხერიძის ქუჩაზე საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და მისი ღირებულება 22 მილიონი ლარია. რაც შეეხება ტურბაზის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებლებს, მინისტრის თქმით, მათი ნაწილი 32 ბინიან კორპუსში გადავლენ, რომელიც მათ თავდაცვის სამინისტრომ გამოუყო. გორში ერთ-ერთი კორპუსი, რომელიც არის გადმოცემული 32 ბინიანი, რომელიც არის გადმოცემული თავდაცვის სამინისტროდან, უნდა დასრულდეს მომავალი წლის დასაწყისში, სადღაც თებერვალში უკვე მე ვფიქრობ შესახლება იქნება შესაძლებელი და ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი კონკრეტული შესახლება ეს არის ტურბაზა ყოფილი, აი იქიდან გადავიყვანთ ყველა იმ ადამიანს, ვინც შედარებით მძიმე მდგომარეობაში, რაც შეეხებია 480 ბინიან 10 კორპუსს. პრაქტიკულად მშენებლობა დასრულდა, შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, ვადის მიხედვით, რაც არის ხელშეკრულება დადებული ივნისში უნდა მორჩეს და რასაც უყურებთ მშენებელ კომპანიას ამ ვადაში ჩდება, იმიტომ რომ ძალიან კარგი ტემპით მიდის და ძალიან კარგი ხარისხით, შესაბამისად იქაც ძირითადი აქცენტი გაკეთება სწორედ გორში და გორის რაიონში მცხოვრებ დევნილებზე, ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არის. მათ შორის რამდენიმე ობიექტია, რომელსაც უბრალოდ დავხურავთ მთლიანად, როგორც არის მაგალითად ყოფილი ნარკოლოგიური სავარაუდოდ იგივე იქნება სასტუმრო ქართლთან დაკავშირებით, დანარჩენი ჩვეულებრივი ქულების მიხედვით, როგორც არის სამინისტროს დადგენილი წესი.